დაგიბრუნდით უგემრიელესი კერძის რეცეპტით, რომელიც დაგიმშვენებთ სადღესასწაულო სუფრას, შემწვარი ქათამი, მაიონეზის და არაჟნის სოუსში. არის გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კერძი. პირველ რიგში ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა და კარგად წაუსვათ ქათამს. გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი და შევწვათ ზეთში. მე შევწვალ სლობოდას ზეთში. ქათამი კარგად დავბრაწოთ ორივე მხრიდან და გაგრილებულ მდგომარეობაში დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ახლა გადავდივართ სოუსის მომზადებაზე. ჯამში მოვათავსოთ სლობოდას არაჟნის მაიონეზი, არაჟანი, გადადუღებული და გაგრილებული წყალი, მარილი და კარგად მოურიოთ. კარაქში მოვთუშოთ დანაყული ნიორი 1 წუთის განმავლობაში. მოვათავსოთ შემწვარი ქათამი ტაფაში და გავაგრძელოთ ისევ მორევა 1-2 წუთის განმავლობაში. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი, რომ არ შეეცვალოს ნიორს ფერი. ჩავასხათ მაიონეზის და არაჟნის სოუსი და მივიყვანოთ ადუღებამდე. პირველ ბუშტუკებს როგორც კი შევამჩნევთ, ეგრევე გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩვენი კერძი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, მე თიხის კეთს ვიყენებ და მოვაყაროთ ზემოდან დაღერღილი წიწაკა. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.